სათამაშო ბიზნესში სანქციები მკაცრდება, პარლამენტი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც სანებართო პირობების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. კონკრეტულად კი სამორინესა და ონლაინ თამაშების ორგანიზატორებისთვის ჯარიმა 7,000-დან 20,000 ლარამდე იზრდება, ხოლო სათამაშო აპარატების სალონებისა და აზარტული კლუბებისთვის 10,000 ლარამდე. როგორც მთავრობაში აცხადებენ, მოქმედი სანქციები ბიზნესისთვის საკმარისად შემაკავებელი აღარ იყო და ხშირ შემთხვევაში წესის დარღვევა კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი გამოდიოდა. შესაბამისად, ცვლილებების მიზანი რეგულაციების გამკაცრება და მომხმარებლების უკეთ დაცვა. რატომ ვერ ასრულებდა მოქმედი ჯარიმების სისტემა შემაკავებელ ფუნქციას და რამდენად შეცვლის გაზრდილი სანქციები ბიზნესის ქცევას, თემას სტუმართან ერთად განვაგრძობთ ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ლაშა პიტნავაა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ლაშა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ბატონო ლაშა, რეალურად ცვლილებებს განიცდის 2005 წელს დაწესებული საჯარიმო სანქციები. ხომ ასეა? საინტერესოა ვისაუბროთ, რატომ დადგა სწორედ ახლა საჭიროება ცვლილებების, რა მიზანს ემსახურება და უფრო კონკრეტულად რომ ჩამოვაყალიბოთ, გათანაბრება ხდება ორი ტიპის საჯარიმო სანქციის, როგორც ვიცით და რა იქნება უკვე მოცულობაში, ანუ ბიზნეს სუბიექტებისთვის ეს რა ცვლილებას აჩვენებს? როგორც აღნიშნეთ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესში ორი სახის დარღვევები გვაქვს. პირველი არის სანებართო პირობების ვადის გადაცილებაზე, მეორე არის სანებართო პირობების დარღვევაზე კონკრეტულად. ამ შემთხვევაში ჩვენ სანებართო პირობების მოსაკრების გადახდის ვადის გადაცილებას უთანაბრებთ სანებართო პირობების დარღვევას. პირობითაც ეს სანებართო პირობების დარღვევის ჯარიმები 2005 წელს არის მიღებული და დღეს ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს. ხშირ შემთხვევაში ბიზნესი ერჩივნა, რომ ჯარიმა გადაეხადა და სანებართო პირობები არ შეესრულებია. აქედან გამომდინარე მოხდა შესაბამისად დღეს გათანაბრება ვადის დარღვევის ჯარიმებთან სანებართო მოსაკრების პირობების ჯარიმების თანხები. როგორია მოლოდინი, რამდენად შეცვლის ბიზნესის ქცევას, რეალურად ფინანსური წნეხი ალბათ იქნება წინაპირობა იმისა, რომ მათი ქცევა შეიცვალოს და როდიდან შევა ძალაში ასევე ესეც საინტერესო. კანონპროექტი ამ ეტაპზე პარლამენტში მეორე მოსმენით არის უკვე მიღებული, დარჩა მხოლოდ მესამე მოსმენა და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში მოხდება საკომიტეტო განხილვა, ხოლო შემდგომ უკვე სესიაზე განხილვა. რაც შეეხება ჯარიმის ამოქმედებას, გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს არის განსაზღვრული მოქმედი რედაქციით, პროექტის რედაქციით. ჯარიმებს რაც შეეხება, მოდი ასე ვთქვათ, ბიზნესი პირობითად აქ არ აქვს ფისკალურ გათვლაზე საუბარი, აქ აქვს საუბარი, რომ ბიზნესმა კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი მასზე დაკისრებული მოვალეობები, რომელიც სანებართო პირობებით არის დადგენილი, განსაზღვრული და სანებართო პირობების ზედამხედველობა ხორციელდება შესაბამისად ჯარიმების სახით. დღეს ესეთი მოცემულობა გვაქვს სათამაშო ბიზნესში, ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით და 5 წლიანზე გვაქვს მოსაკრებელი გადასახდელი სანებართო მოსაკრებელი, ხოლო ყოველწლიურად დასაწყისში შეიხდის თითო წლის მოსაკრებელს. ამ შემთხვევაში რომ ავიღოთ მაგალითად თბილისის მაგალითი, თბილისში პირობითად სამორინეზე ყველაზე მაღალია სანებართო მოსაკრებელი 5 მილიონია, ხოლო ვადის გადაცილებაზე 20,000 ლარი ჯარიმა, როგორც აღნიშნეთ, ხოლო მოქმედი პროექტით შესაბამისად სანებართო პირობების დარღვევა გაუთანაბრდება ვადის გადაცილებას და იქნება ისე 20,000 ლარი. იგივე იქნება სათამაშო აპარატებში 10 იყო და 10 გახდება, აზარტულ კლუბში 10 იყო, 10 გახდება, თამაშების მიწოდებაში და ეს არის ძირითადად ის 5 ცვლილება, 5 ასე რომ ვთქვათ, ნებართვ სახეობას შეეხება შესაბამისად აღნიშნული ზრდა. რეალურად გამოწვევა იყო ჯარიმების ოდენობა. მინდა გკითხოთ, აღსრულების ნაწილშიც თუ რჩება გამოწვევები და თუ ამ მიმართულებით თქვათ რა სურათი? აღსრულების ნაწილში გამოწვევები არ არის, თქვენ ისეთ რომ 2000 წლიდან უკვე სათამაშო ბიზნესში არაერთი რეფორმა განხორციელდა, სახელმწიფომ დაანერგა მონიტორინგის სისტემა, შესაბამისად შემდეგ ეტაპზე უკვე აიგზალა რეკლამა, აიგზალა 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აიგზალა აზარტულ და მომგებიან თამაშებებში მონაწილეობის მიღება, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, მარეგულირებელ ორგანოში, დამატებითი კიდევ მექანიზმი გვაქვს ესეთი თვითაგზალვის, პირობითად კანონმა ერთი განსაზღვრა, ამდენ ადამიანს აქვს და ვის აქვს აკრძალული და დაახლოებით
დაახლოებით ეს ყავს ქვეყნის 1,5 მილიონი მოქალაქე, ხოლო თვითაგრძავლის მექანიზმთან მოთამაშე შეუძლია თავად აიგრძალოს თავი, მარტივი პროცედურა ესეც მიმართოს შემოსავლების სამსახურს ონლაინ, ან ფიზიკურად მივიდეს ნებისმიერ სერვის ცენტრში და მოახდინოს საკუთარი თავის აგრძავლა. ესეთი დღესდღეობით გვაქვს 40,000 ადამიანი და დამატებით კიდე ესეთი მექანიზმი გვაქვს, ოჯახის წევრს აქვს უფლება აუგრძალოს ազատნო მოგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება. აქაც მარტივი პროცედურაა, შეუძლია ოჯახის წევრს ნებისმიერ საქალაქო სასამართლოს მიმართოს განცხადებით და მოსამართლე ბრძანების საფუძველზე შესაბამისად მოხდება ამა თუ იმ ოჯახის წევრის აკრძალვა ազատნო მოგებიან თამაშობებში. ამას ციფრსაც გეტყვით, ესეთი ადამიანი დღესდღეობით გვაქვს 64. კი ბატონო, აზარტული თამაშების საკმაოდ მასშტაბური რეფორმის უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე თქვენ ისაუბრეთ. მე მინდა გკითხოთ, რამდენად არის ის შედეგები, რაც თქვენ ახსენეთ, მოლოდინის შესაბამისი, რაც ჰქონდათ ამ ცვლილებების განხორციელების დროს და ვთქვათ, რა დამატებითი მექანიზმებია იმისათვის საჭირო, რომ მაჩვენებლები გაუმჯობესდეს. თავარი მიზანი ამ ცვლილებების არის, რომ ბიზნესმა მასზე დაკისრებული მოვალეობები, სანებართო პირობებით შეთანხმებული პირობები შეასრულოს კეთილსინდისიერად. ხშირ შემთხვევაში პირობითად ბიზნესს ერჩივნა, რომ სანებართო პირობები დაერღვია და გადაეხადა ჯარიმა. ჯარიმა მოგეხსენება, ჯარიმები 2005 წელს იყო შემოღებული და მაგ დროს იმ პერიოდში სანებართო მოსაკრებელის დაბალი იყო, წლების მანძილზე ეტაპობრივად გაიზარდა სანებართო მოსაკრებელი, ხოლო ჯარიმების ნაწილი დღემდე უცვლელი იყო. აი რომ ავიღოთ მაგალითად თბილისის მაგალითი და სათამაშო აპარატების სალონი. პირობითად სათამაშო აპარატის სალონისთვის ბიზნეს ოპერატორი როცა იხდის წლიურ სანებართო მოსაკრებელს, რომელიც თბილისში ყველაზე მაღალია და 1 მილიონია, დამატებით იხდის ყოველ აპარატზე, განთავსებულ აპარატზე, ობიექტზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, რომელიც კვარტალურია და ეს განაკვეთი არის თბილისში 4,000. ამ შემთხვევაში იყო შეთანხმებული პირობები, რომ სანებართო პირობების ფარგლებში, რომ ობიექტს პირობითად ჰქონდა 20 მაგიდა შეთანხმებული, ამ შემთხვევაში, როდესაც შემოწმება განხორციელდა, აღმოჩნდა 22. ნუ მარტივად რო არითმეტიკა გავაკეთოთ, პირობითად ერჩივნა 2 მაგიდის ჯარიმა გადაეხადა 1000 ლარი, ვიდრე ჯამში გადაეხადა 800 ლარი თითოეულ აპარატს. გასაგებია. მე მინდა გითხრათ, როგორ აისახა რეგულაციები, ახალი რეგულაციები სათამაშო ბიზნესის შემოსავლებზე ამ საანგარიშო პერიოდში? სათამაშო ბიზნესის შემოსავლები, აი რო ავიღოთ სტატისტიკა და დინამიკაში 2020 წლიდან დღემდე გაეზარდათ მათ ბრუნვას სტატისტიკის მონაცემების, სახელმწიფო სამსახურის მონაცემების მიხედვით და ამაზე კიდევ მეტყველებს დამატებში ბიუჯეტში შემოსავლები. პირობითად 5 წლის წინ 2020 წელს ბიუჯეტში სამივე კუთხით სანებართო მოსაკრებელზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელზე და გადასახადების კუთხით თუ იყო შემოსული დაახლოებით 239 მილიონი, გასულ წელს 2025 წელს იყო 1,874 მილიონი შემოსავალი. აქ უბრალოდ განხორციელდა სწორი ადმინისტრირება, ზედამხედველობა და შესაბამისად ციფრებიც მეტყველებს უკვე კონკრეტულ შემოსავლებს. ბატონ ლაშა, უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ რეფორმის შედეგებს და მიზნებს, ასევე რეალურად თქვენ ახსენეთ თუ ვის ეკრძალება, ასევე ვის აქვს შესაძლებლობა რომ ოჯახის წევრი მოახვედროს იმ სიაში, ვინც თქვათ ვეღარ დაკავდება აზარტული თამაშებით და ასევე თვითშეზღუდვის მექანიზმის მუშაობს. მსგავსი შეზღუდვები ხომ არ გახდა წინაპირობა იმისა, რომ თქვათ ამ ადამიანებს გადაინაცვლათ მაგალითად არალეგალურ ან უცხოურ პლატფორმებზე, მსგავსი ფაქტები თუ ფიქსირდება, ამის მონიტორინგი თუ ხორციელდება და ამის პრევენციას როგორ ახორციელებთ? აზარტული თამაშები არის ლიცენზირებადი საქმიანობა. დანარჩენი უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნებისმიერი სხვა ტიპის საქმიანობა ისჯება კანონით და შესაბამისად არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ორგანიზატორები, რომლებიც ახორციელებენ აზარტულ მოგებიან თამაშობაში, პასუხისმგებლობას მიეცემიან შესაბამისად კანონის საფუძველზე და შესაბამისი სტრუქტურები უზრუნველყოფენ მათზე მონიტორინგს. რაც შეეხება ლეგალურ ბიზნესებს, აქ ასე რომ ვთქვათ, დაახლოებით 2024 წლიდან ამოქმედა კანონი, რომლის მიხედვითაც ონლაინ თამაშები გახდა ლიცენზირებადი და შემოვიტანეთ ჩვენ ახალი ნებართვის სახეობა, რომელზეც პირობითად სამორინეს თამაშებს ონლაინში, სათამაშო აპარატის თამაშებს ონლაინში და ტოტალიზატორის თამაშებს ონლაინში დაუწესეთ დამატებით სანებართო ვალდებულებები. უფრო რთული, უფრო მკაცრი, ვიდრე ფიზიკურად არსებულ სამორინეზე, სათამაშო აპარატზე და ტოტალიზატორში იყო. რეგულაციები ასევე ვრცელდება სარეკლამო მიმართულებაზე აზარტული თამაშების ნაწილში. როგორ მუშაობს ეს აკრძალვა, რომ გითხრათ და ამ ნაწილში ფარული რეკლამის ფაქტები თუ ვლინდება და იდენტიფიცირდება? დღესდღეობით კანონმდებლობით არის განსაზღვრული
კონკრეტული ადგილები, სადაც არის დაშვებული ազატული თამაშების რეკლამა. ეს არის აეროპორტები, თავისუფალი ზონები, სადაც პირობითად ტურისტი შემოდის და რომელიც უნდა მოვიზიდოთ განკუთვნილად სამურნეო სათამაშოდ. დანარჩენი ყველა ტიპის რეკლამა აკრძალულია. გამონაკლისი გვაქვს სპორტული შეჯიბრებები, სადაც სპორტულ მოედნებს და კონკრეტულად იმ კონკრეტულ სპორტულ აქტივობების შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ არაშინაარსობრივი რეკლამა, უბრალოდ ერთგვარი ბრენდინგის რეკლამა, მხოლოდ ეს მანიშნებელი თავისი წარწერით. დანარჩენი ყველა საქმიანობა არის უკანონო საქმიანობა და ამაზე შესაბამის ზედამხედველობას ახორციელებენ ფიზიკურად არსებულ რეკლამაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ხოლო ტელევიზია და ონლაინ სივრცეში შესაბამისად მარეგულებელი ორგანო. ონლაინ სივრცეში მონიტორინგი რამდენად ეფექტიანია რომ გითხრათ და დარღვევების ნაწილი თქვათ ალბათ ონლაინ მიმართულებაში უფრო მეტი ფიქსირდება. ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს არის შესაბამისი მარეგულებელი ორგანოს კომპეტენცია და პირობითად დღეს ფაქტია რომ არც ერთ ჩვენთაგანს აღარ გვაწუხებს ազატული თამაშების ეს აგრესიული რეკლამა. აღარც ხდება, არის გამონაკლისები ინტერნეტ სივრცეში, რომელიც არალიცენზირებული ოპერატორების მიერ არის და სხვა ქვეყნის ოპერატორების მიერ არის. ჩვენ შეგვიძლია კანონი ესე განსხვავებას ვარეგულირებთ რეკლამის გამავრცელებელს და რეკლამის დამკვეთს. ამ შემთხვევაში თუ ჩვენს იურისდიქცია ვრცელდება მასე, ან რეკლამის გამავრცელებელზე, ან რეკლამის დამკვეთს, შესაბამისად ხდება ზედამხედველობა ამ კუთხით. თუ არც ეცე არა გვაქვს ცნობა, იმიტომ ინტერნეტ სივრცე საკმაოდ დიდია და ქართული დომენი არ არის უამრავი და უამრავი ազატული თამაშის ორგანიზატორებიც არ არის ქართული ნებართვის მფლობელები. ამიტომ ამ კუთხით ადმინისტრება ვინც ჩვენ ლიცენზირებული ყავს ყველაზე ხორცელდება, ვინც არ არის ჩვენი როგორ გითხრათ, აი მონიტორინგის ქვეშ, მათაც რთულია ინტერნეტ სივრცეში, მათი შესაბამისად ზედამხედველობა მონიტორინგის თვალსაზრისით. საკანონმდებლო ჩარჩოს და რეგულაციებს რომ დაუბრუნდეთ, საინტერესოა ჩვენს ქვეყანაში, რომელი ქვეყნის მაგალითზე არის მიღებული, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ნორმები და ასევე რამდენად მკაცრია ქართული კანონმდებლობა, რომ შევადაროთ სხვა ქვეყნებში. მოდით ესე ვთქვათ, ყველა ქვეყანას ინდივიდუალური მიდგომა აქვს ազატულ და მომგებიან თამაშებებში. არის ნაწილი ქვეყანა, სადაც მთლიანად აკრძალულია ազატული თამაშები, არის ნაწილი ქვეყანა, სადაც დაშვებულია კონკრეტულ ტერიტორიებზე, არის ნაწილი ქვეყანა, სადაც დაშვებულია მხოლოდ ფიზიკური, შერეული მოდელები გვაქვს. ასაკობრივ ზღვარსაც შეეხება, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ყველაზე მაღალი ასაკი გვაქვს 25 წელი, მსოფლიო პრაქტიკა არის ესეთი, რომ 21 წლამდე არ შეუძლიათ ազატულ და მომგებიან თამაშებებში მონაწილეობის მიღება, ჩვენ ვართ გამონაკლისი ერთადერთი ქვეყანა, სადაც 25 წელია. ესეც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების გარკვეული პრინციპული პოზიცია იყო, რომ ამ ასაკზე შეგვეჩერებია კონკრეტულად ჩვენი ყურადღება. რაც შეეხება სხვა ტიპის რეგულაციებს, აქაც განსხვავებული მოდელები გვაქვს. ჩვენი მეზობელი ქვეყნები რო ავიღოთ, პირობითად ჩვენი მეზობელ ქვეყნებში აკრძალულია ազატული თამაშები, არის გამონაკლისი რამოდენიმე ქვეყანა და იქ სხვა ტიპის რეგულაციებია. ყველა ქვეყანა თავის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს სათამაშო ბიზნესის რეგულირებას. კი ბატონო და ազატული თამაშების რეფორმის ფარგლებში იგეგმება თუ არა დამატებით გამკაცრება და რა მიმართულებაში რჩება გამოწვევები რომ გითხრათ? ეს ცოცხალი ბიზნესია, ასე რომ ვთქვათ, ազატული და მომგებიანი თამაშობები სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში. გარკვეული პერიოდის წინ ფიზიკურად არსებული ობიექტები გაცილებით მეტი იყო და უფრო მეტი ადამიანი იყო სარგებლობდა ფიზიკურად არსებულ ობიექტებზე. დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში ინაცვლებს ազატული თამაშები და უფრო ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლისთვის ონლაინ თამაშები. რო ავიღოთ დაუშვათ 10 წლიანი სურათი, 10 წლის წინ პირობითად საქართველოში თუ იყო 70 ტოტალიზატორი, დღეს გვაქვს ფიზიკურად არსებული 23 ტოტალიზატორი. ონლაინ თუ იყო 10 წლის წინ 6 ტოტალიზატორის ოპერატორი, დღეს გვაქვს 7 ტოტალიზატორის ოპერატორი. იგივე სურათი გვაქვს სამორნე შემთხვევაში. სამორნე შემთხვევაშიც დღესდღეობით გვაქვს 27 ფიზიკურად არსებული სამორინე და 7 გვაქვს ონლაინად არსებული სამორინე. განსხვავებულია სათამაშო აპარატების სალონი. სათამაშო აპარატების სალონისთვის დღეს ფიზიკურად არსებულზე გაცემულია 63 ნებართვა, ხოლო ონლაინში გაცემულია 9 ნებართვა და 9 ოპერატორი ოპერირებს ონლაინში. შესაბამისად შემცირდა ბინგოს და ლოტოს ნებართვები. წლების წინ ბინგო და ლოტო უფრო მოთხოვნადი იყო, დღეს ფაქტიურად 3 არის ბინგო და 1 ნებართვა არის ლოტოზე გაცემული. ესეთი სურათი გვაქვს დღესდღეობით და ვინაიდან ხვალდაზე განზრდილი თამაშები
შესაძლებელია სხვა ფორმატში გადაინაცვლოს, ამას გვიჩვენებს დრო და გამოწვევები, რაც დაგვიდგება იმ ეტაპისთვის. ბატონო, შეიძლება შევაჯამოთ რეფორმის დაწყების შემდეგ სექტორის ზომამ რა ტიპის ცვლილება განიცადა, გვაქვს სახეზე ზრდა თუ შემცირება? რა კუთხით? მოდი ბრუნვის კუთხით, შემოსავლების კუთხით თუ მოთამაშეების კუთხით. მოდი ესე დავიწყოთ. აზოტ თამაშებში ჩართული მონაწილეების მხრივ პირიქით შემცირდა, უამრავ ადამიანს აიგრძალა, კანონმა აუგზალა 1,5 მილიონს, 51,000 გვაქვს, ვის თვითონ აიგრძალა, 64 გვაქვს, ვის ოჯახის წევრმა აუგზალა. ამ კუთხით შემცირდა მოთამაშეების რაოდენობა. ალბათ რაღაცა პერიოდის შემდეგ, რამოდენიმე წლის შემდეგ კიდე შემცირდება ეს მოთამაშეთა რაოდენობა. რეალურად ნებისმიერი ინფორმაცია, სიუჟეტი, ეთერი, რომელიც უკავშირდება თვით აკრძალვის მექანიზმს, გარკვეული სიუჟეტის შემდეგ დამატებით უამრავი ადამიანი მიმართავს კიდევ რომ აიგრძალოს აზრდა მოგებიან თამაშებაში მონაწილეობის მიღებას. შედეგი ნამდვილად არის, ეფექტი ნამდვილად არის. ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა ამ ნაწილში სტატისტიკა როგორია? ბიზნეს სუბიექტების რაოდენობას რაც შეეხებათ. პირობითად სანამ ონლაინ თამაშები გახდებოდა ლიცენზირებადი, იმ პერიოდში ბაზარზე ოპერირებდა 18 ოპერატორი. 18 ოპერატორიდან 6 იყო სამორინეს თამაშები, 6 იყო სათამაშო აპარატის თამაშები, 6 იყო ტოტალიზატორის თამაშები. დღეს ესეთი სურათი გვაქვს. ლიცენზირებადი გახდა, სამორინეს თამაშებზე 7 ლიცენზიაა გაცემული, რომელიც იხდის შესაბამის სანებართო მოსაკრებელს, წინა პერიოდში არ იხდიდა სანებართო მოსაკრებელს და დამატებით გაცილებით მეტი სანებართო ვალდებულებები აქვთ. სათამაშო აპარატებს დღეს 9 ნებართოა გაცემული ონლაინში და ტოტალიზატორზე 7 ნებართოა გაცემული. ანუ იმ შემთხვევაში 18 თუ იყო, ამ შემთხვევაში დღეს უკვე 24 ნებართოა ამ კუთხით გაცემული. და რას ეჩვენებს პრაქტიკა? წლების განმავლობაში ბიზნესის მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ მომხდარა ან თუ არის შესაძლებელი მოხდეს გარკვეული თქვა შეზღუდვის ან რეგულაციის გადახედვა. ნახოთ, ამას გვიჩვენებს დრო. ყველაფერი ციფრებში აისახება, დროში აისახება. ამ ეტაპზე ძირითადად ფიზიკურად არსებული სამორინების მიზანი არის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტების მოზიდვა და დღეს სამორინეები, რომელიც საქართველოშია 27, უმეტესობა აჭარის რეგიონშია განთავსებული. თბილისში სულ რამოდენიმე სამორინე გვაქვს. ძირითადად მაინც დიდი როლი აჭარას აქვს და ნახოთ ხვალდაზე რა გამოწვევების წინაშეს დავდგებით, შესაბამისად სახელმწიფო გაატარებს შესაბამის პოლიტიკას ამ კუთხით. კი ბატონო, ეს არის ცოცხალი პროცესი ალბათ და რასაც გიჩვენებთ საჭიროება მას მოერგებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ლაშა პიტნავა, ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი იყო ჩვენი სტუმარი.